შენ ხარ ალექსანდრე? ხო. აუ აღარ მინდა რა ეს თამაში, მაგრამ მომბეზდა. ხო, მეც მომბეზდა. წამორა სადმე გავიდეთ რამე მოვიფიქროთ. აუზი? დღეს არა რა, სადმე ბუნებაში გავიდოდი. ბუნებაში პიკნიკი? აუ, კი, კარგი იდეა. თან რაღაცები შევწვათ. ისე იძახი კოცონი და რაღაცები შევწვათო თითქოს გოგოებს შეგიძლიათ კოცონის დანთება ან რაღაცები შეწვა. ისედაც კოცონის ყურება და მარშმელოუების ჭამის გარდა არაფერი შეგიძლიათ. ვაიმე, ამ ურიანშაფორს ხეს ვერ მოვკიდებ. ჭხილები გამიფუჭდება. აუ რა კარგი იქნებოდა მაგრა რომ არ გაკლდეთ. რა უნდა კოცონის დანთებას და რაღაცების შეწვას. გამომივიდნენ პროფესორები, რა ჩვენ კოცონები გვაქვს დანთებული და მწვადები შემწვარი. ხო? ხო. კარგი, მაშინ დავაჩელენჯოთ. ჩვენ ბიჭები წავალთ თაწმინდაზე და შევწვათ მწვადებს. თქვენც იგივე ექენით, ოღონდ მაგალითად წყნეთში. რა თქმა უნდა, ის შეწვით, მაგრამ თავარია თქვენ მიერ მოპოვებული შეშა იყოს და მობილურით უნდა გადაიღოთ. დავნახოთ ვინ ვის დაამარცხებს. წარმოიდგინეთ რა კოცონი გვექნება. კარგი მწვადები. წვეთი შეწვა ჩემზე იყოს. რა მარია. რა უცოდი მოზოლე ისეთ რაღაცას რომ გააცრობდა. დეგუსტაციას მეუღებ ჩემ თავზე. მოგონა რომ საუკეთესო იყოს. რას მეყურებთ? გავაღო. კი, თუ არ გეზარება. ვინ მისავალდებით? გარჯობა, როგორ ხართ? კარგად, შენ შემოდი დაჯექი ზუსტად ეხლა ვლაპარაკობდი ბუნებაში გასვლაზე. პიკნიკის მოწყობა გვინდა, კოცონის დანთება და ასე შემდეგ რა. კოცონი და პიკნიკი? შვენიერი იდეაა. მე წამოვიდოდი დიდი სიამოვნებით. ძალიან კარგი, ბიჭებიც სამნი არიან, ჩვენ სამნი ვიქნებით. ჩათვალე ერთგვარი ჩელენჯი გვაქვს. ჩელენჯი? წამო და დანარჩენს საში გეტყვით. ვიცი. არა, აზრზე არ ვარ, მაგრამ პიკნიკი მიყვარს. ჩვენ ხო ესე შევთანხმდით, ჩვენ წყნეთში მივდივართ, თქვენ თაწმინდაზე. ზუსტად ეხლა გავწვდით წყნეთის ცენტრს. ყველაფერი ვიყიდეთ ჩვენ, მალე დავიწყებთ. მხოლოდ პროდუქტების ხილო შეგიძლიათ. მეტი არაფერი, ხო გახსოვთ? ვიცით, კაი, წავედით რა, თქვენთვის არ გვცალია. შეგიძლიათ ცოტა ხნით გააჩეროთ? კარგით, არ არის პრობლემა. ხო, ყველაფერი ვიყიდეთ. კი, მაგრამ ერთ წუთს წამოვყევით. თავარია ბიჭებმა არ გაგვიგონ. უკაცრავად ხომ არ გაგვთ შეშა კოცონის დასამხებად? არა, სამწუხაროდ არ გვაქვს. შეშა, ეგრე ხო არ ღონის წესებს. აბა შენ გონია ტყეში რამე შეშას ყოფილით? მე საზრზე არ ვარ. მაგრამ ეს ალთი დაჭრა შემიძლია. თან ესე ტყეში რაღაცების მოჭრა არ შეიძლება. კარგი, წამოწავიდეთ რამის გავიქცევთ. მოიცა ეს რა არის? რა ზეიძახი? რაღაც შეშის სტენდია. წამოდით.
პირველი არ არის და როგორ უნდა ვიყიდოთ? არა, ნახე, აქ წერია. პირადი ნომერი წერია და წესი დაფნა გადავარცხოთ. ანუ ანგარიშის ნომერზე ჩავრისხავთ და ავიღებთ შეშას? კი და ერთი შეკვრა 15 ლარი ღერს. რა მაგარია? ქვემოთ ნახეთ, კიდე რაღაც შამპურები, ნახშირი დევს. ნახშირ შეშა გურჩევნია, კარგი კოსონისთვის. ეს მე მგონი გრილზე შეთვის არის. სოსისისთვის გამოგადგება. კარგით, მოდი ჩავარცხოთ, რაც უწერი აქვს მაგ პირად ნომერზე. მოდით, მე ჩავრისხავ, თქვენი სადაც იყიდეთ სხვა რაღაცეები. იმედია ბიჭები ვერ გაიგებენ. წარმოიდგინეთ გოგოები კოცონს რომანტები. მე უფრო მაგარი რაღაც წარმოვიდგინე. რა თავისი ეთიკურ მანიკურებით რომ შეშასიდებიან წინა. რა გაზრო. კარგი ადგილი ნახეთ ხო საპიკნიკოდ? კი, ძალიან. მე მოვჭი ყველა ვარიანტი კარგად აინთება. კარგი ხმელი შეშაა. შენ მე მგონი კოცონებში მართლა კარგად ერკვევი. ისე ილიას სადისვენებს ახლა? თავის აგარაგზე ოჯახთან ერთად არის. ძალიან უნდა ფილის ჩამოსვლა, მაგრამ ვერ ჩამოვიდა. საინტერესო, ესე ძალიან რატომ უნდა და ჩამოსვლა? ეხლა მაგარი კოცონი აინთება. საინტერესო ბიჭები რას აკეთებენ? ერთი საათი გავიდა, რა ვერ იპოვა შეშა. აცადე მოიტანს. შეიძლება მწინახეს მოათრევს. რა ხის მომთრევია ეგ. ეს ხორცის გაგვიფუჭდება მალე ამ სიცხეში. აი მოდის. მაგრამ არაფერი არ მოაქვს. ეგრეს ვიცოდი. არანაირი ხედა შარ არის. თან ოღონდ დამგვიჯეს. რა არანაირი შეშა და ხე არ არის, ტყეში ვარ, ბიჭო. აუ ეს ხო სუ პროფესორობს. წადდანახ ჩემ თორჯერა და მოიტანე. წავალ და მოვიტან. მე ხო გაგიტყდება მაგრად. ცარიელ გურჭამ. ხომ შედავ ჭამპურს, რა მოხდა? აი რა დაწნარდით. მაინც კარგ წვათ შევწავთ. აბადაშობით კაი კოცონი ანთეთ? ქვერაშობით ქაღალები დაანთეთ კოცონი? ახალდებით არა, მაგრამ ნახე რა კოცონი გვაქვს. თქვენ ესეთი კოცონი როგორ დაანთეთ? თქვენი კოცონი გვანახეთ, აბა? ჩვენ ძალიან არ ვჩქარობთ. გემრიელი მწოდრე გამოგვივიეს. ხო, ეხლა ჩავავასწორმეთ ხორცი და ვიწყებთ კოცონის დანთებას. კაი, გვაცადეთ რა. გაგვითიშა? კარგი, ეს მაინც ჩაეწობა და გავუმზადოთ ყველაფერი.
არ არის არაფერი. მარტო ეს ვიყო. ხო გეუბნებოდი, შენ კიდე კინაღამ ძმაკაცობაზე მითხარი უარი. ბიჭო, მე გადავევით. ამ ხელა ტყეში, ხიანში როგორ ვიშოვით? მართლა არ არის. ცოცხალ ხეს ხო არ მოვამკრე. ეგეთი რაღაც არ შეიძლება. აბა გოგოიმო როგორ დაანთეს ამ ხელა კოცონი? გოგოებმა დაანთეს კოცონი? ხო, თან იმ ხელა როგორც წამოიდგენ. ვიდეოთი დაგვირეკეს. ანტოტით რო დავანთოთ. ამით რა უნდა დაანთო? რაუი. ერთ შამპურ მწვაც მაის ხო შეწვავს. რა ერთ შამპურს? სერიოზულად იწახი? ხო, რაუი. ქართველმა კაცმა გარსადა თქვა. სიცხვილია. რაღაც გოგმოსაფიქრებელი მართლებით თან მაგრად მშია. პური აღარ დაგვიტოვა ამან. ახლა სადმე შეშარიყიდება? არ მოსულა ეხა ეგრე რა, ვარ გუწესებს. და გოგოიმა იქ საიდან უნდა გაიგონ? სულ რომ ვერ გაიგონ, თაწმინდაზე ვარ ტყეში, საიდან მოვიტანოთ შეშა? მოიცა დავგუგლავ იქნება ხოლოს მართლა რამე იყოს. მსგავსი არაფერი გამიგია. შეშა. ბიჭო, ნახე. რა ნახე? შეხედე, შეში სტენდია. იყიდება დაჭრილი შეშა. თან ძალიან შორს არ არის ჩვენგან. დროს ტაქსიზე წავედით. დავურეკავ აბა ბიჭებს რას აკეთებენ, შეძლეს რამე? გოგოები რეკავენ. მიდი რა ელაპარაკე და ჩვენ მანამდე გავაკეთე. ხო, აბარაშევით გოგოებო. ჩვენ კარგი ნაკურჩხალი გვაქვს, ეხლა უწვავთ და მალე უკვე დავაგებთ. აინაშვებით, ქარა პროცესში ხარ, დავაგვაჩვენეთ. ჩვენს მაგ პროცესში ვართ ეხლა უბრალოდ გამოვედი მე ცოტა შეშის დამატება მოგვიწია. თქვენ ალბათ არ იცით, გაცილებით მეტი შეშა ჭირდება ხორცს და სხვანაირად იწვება. კარგი რომ მიხოთ დაგვირეკეთ ვიდეოს არით. ხო, აბა რა სიზავთ? ნეტა იცოდეთ ჩვენთან ამ მწვადი იწვება. ხო, ძალიან მარტივი ყოფილა. რა გოგოებმა? იმათო ყველაფერი გაარკვიეს უკვე. შევიან მე მგონი პიკნიკს. ხარაკენით რამე გაარკვიეთ? კი, უმარტივესია. იღებ შეშა სანგარიზე რიცხავთ ახას. დავსიო? კაი, მიდი ცოტა სერაფონი. რა ცოტა სერაფონი? 24 საათიანია. არა, გოგოები რჩებიან მეთქი პიკნიკს. ხო, ჩავრიცხე და წავედით. ეს შეშის სტენდები მარტოთი არ არის. ნახე გოგომებს ჩაძარი შეშა. საგურამოში არის, წყნეთში, სიონში და კახეთის გზატკეცილზეც. სათხარ ჩვენ მოვდივართ და ძალიან მაგარი ვიდეოები გვაქვს. ჩვენ დიდი ხანია პარკში გევალდებით. აი. რა იყო, რას აკეთებდით ამდენ ხანზე? წვაც წავდით თუ ტორცაც ხოვდით? სვადი შეწოს დიდი დრო უნდა სხვანეთ როგორ აღიხსნათ. კარგი, გვანახეთ აბა ვიდეო რა კაცანი ქონათ და რა შეწვით. რაც ჩვენ კაცონს ყავს. თანძან. ესეთი კოცონი როგორ დაანთე? როგორ უნდა
უნდა დაგვენთო. ტყეში 16 რა არის? რანოირად გიყურეთ? ალექსანდრე მისეთ მაგარ ადგილს მიაგნო, შეშას ზიდავდა და ზიდავდა. კარგი და სიმართლე გითხარი. მან ნახითავა თქვენი კოცონის ვიდეოები. მოიცა, რა გაცინებს? რა მითხარი, კიდევ წნეთში არის შეშის სტენდიო. კი, წყნეშიც არის. რა იყო თქვენც მაგ სტენდიდან აიღეთ შეშა? აი, აღიარეთ რომ მაინც ჩვენ გაჯობეთ. თქვენზე ფაცილებით მალე გავაკეთეთ ყველაფერი. მაინც არ ჯერათ ხო დიდი დრო სჭირდება ხორც. კარგი, ჯერა. თქვენ უნდა გენახათ ლაზარემ რომ ხელა ხემოათრია ზურგი. ეს სიყვარული არის მეგობრობის და საწყისი ისამდე ძვირფასია და შეუფასებელი როგორც ოქროს აწმისი მე ჩემს